მოგესალმებით ძვირფასო რადიოს მენერებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა რადიოს სივრცეზე FM 98.5-ზე. მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი და მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. თბილისის დროით 14 საათი და 11 წუთია. ჩვენი შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონი ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. დღეს ჩვენი სტუმარია პარლამენტის წევრი ქართული ოცნების დეპუტატი ბატონი გიორგი ჩაკვეტაძე. მასთან ერთად ვილაპარაკებთ ჩვენ მიმდინარე პროცესზე და მოვლენებზე. ბუნებრივია დავიწყებთ იმ საკითხით, რასაც ქვია ევროპარლამენტის რეზოლუცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბრიუსელიდან მოსული წერილი და შეტყობინება, რომელიც გავრცელდა საინფორმაციო საშუალებით და ჩვენ პრაქტიკულად წამოგვიყენეს ულტიმატუმი, მოგვცეს დაახლოებით 50 დღიანი ვადა აგვისტოს ბოლომდე. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქამდე თუ ჩვენ გვესმოდა მოწოდებები, რომ რაღაცა ეს ბუნდოვნად უნდა დაუბრუნდეთ, რაღაც გზას ავწდით და ეხლა უნდა დაუბრუნდეთ, ეხლა როგორც წერილში წერია, მას დანართის სახით მოყვება კონკრეტული პუნქტები და კონკრეტული მოთხოვნები, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს და ძირითადად ეს შესრულება ნიშნავს არა რაღაცის გაკეთებას, არამედ უკვე მიღწეულის გაუქმებას. ეს რამდენად მიზანშეწონილია, ამაზე ჩვენ დავიწყებთ ამით ლაპარაკს და განვიხილავთ. მანამდე კი, როგორც მე მოვისმინე, უკვე გაჩნდა რა კომენტარები. ერთი კომენტარი უკავშირდებოდა ევროპის ინტეგრაციასთან კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ლევან მახაშვილს, რომელმაც თქვა, რომ სესია დახურულია და შემდეგი გაიხსნება 2 სექტემბერს, ეს იყო გარკვეულწილად მინიშნება, რომ ჩვენ არც ვაპირებთ ამ არც ულტიმატუმების ფორმით მიღებას და არც მით უმეტეს ჩვენი საკანონმდებლო პროცესის სინქრონში მოყვანას საგარეო მოთხოვნებთან. ერთის მხრივ და საჭიროა შიდა არგუმენტაცია და შიდა აქტორების მონაწილეობა. ამავე დროს მე ვნახე პრემიერ-მინისტრის კომენტარიც ამაზე, რომ ჩვენთვის საკითხი არ დგას ესე, ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ევროპულ მიმართულებით ცვლას, შესაბამისი რეფორმების გატარებას და ზოგადად ჰარმონიზაციას, მაგრამ თუ გარედან ჩვენ ულტიმატუმის სახით დაგვიყენებენ არჩევანს ან ეს ან ის, რა თქმა უნდა საქართველოს იმოქმედებს თავისი ეროვნული ინტერესებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. სწორედ აი ამ კომენტარების ჭრილში, აი ამ საკითხთან დაკავშირებით დავიწყებთ ჩვენს დიალოგს. გიორგი, თუ გაეცანი ამ წერილს და ანუ როგორი შთაბეჭდილება დაგჭირა, ან თუ იყო უკვე განხილვა და რაღაცა ჩამოყალიბებული პოზიცია. დღეს შეიძლება ამაზე ლაპარაკი ჩვენ რა პასუხს გავცემთ, თუ ჩვენ შეგვიძლია რომ უბრალოდ აგვისტოს ბოლომდე ეს ვადა ავიღოთ და 31 აგვისტო რო დადგება, შემდეგ 1 სექტემბერს დაუბრუნოთ პასუხი. მოგესალმებით გურამ, მიხარია თქვენს გადაცემაში ყოფნა. მინდა რომ ამ პლატფორმას რადიოს სივრცეს თქვენ პირადად წარმატებები გისურვოთ. მეძლევა პირველად შესაძლებლობა რომ ვიყო თქვენი სტუმარი ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, რაც ეხება ჩვენი სამშობლოს, საქართველოს განვითარებას, რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენი გადაცემის მთავარი თემა არის მე-11 მოწვევის პარლამენტი, მისი საქმიანობა, ის რეფორმები და სიახლეები, რომლებიც ხორციელდება. შესაბამისად, მადლობას გიხდით მოწვევისთვის, რაც შეეხება ზოგადად გადაწყვეტილებებს, რომელსაც ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი და საგარეო საქმეთა მინისტრები იღებენ საქართველოსთან დაკავშირებით, ცადა დედამიწა არის თუ კი შევადარებთ 2022 წლის პერიოდს და უკვე შემდეგ 3 წელს, რომელიც 2025 წლამდე როგორ მოვედით. პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რიგით მერვე სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიშის მოსმენის სახით და შემდეგ უკვე ევრობიუროკრატებმა, ამ შემთხვევაში ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც არის პირდაპირ ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში. ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ არსებობდა ასეთი უხეში ჩარევები საქართველოს შიდა პოლიტიკაში და 2022 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთმა გააგრძელა თავისი აგრესია უკრაინაში, უკვე რიგით მერვე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა. თუ დავაკვირდებით, 2022 წელს იყო მხოლოდ ერთი ასეთი რეზოლუცია, 2023 წელს იყო ასევე ერთი, რაც შეეხება 2024 წელს, უკვე რადგანაც იყო არჩევნები, ჩვენც ამაზე არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, 3 რეზოლუცია მიიღეს შარშან და წელსაც უკვე მესამე რეზოლუცია იყო. ეს ყველაფერი ხო
ძალიან ღიად და საჯაროდ ჩანს ეს ემსახურება იმას, რომ როგორმე აგენტურა, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას, ახდენდა ქვეყნის მოსახლეობის რეპრესირებას, ეს ხალხი დააბრუნონ ხელისუფლებაში, მაგრამ ამას ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს. ჩვენ ვართ გაცილებით უფრო ძლიერად, ვიდრე მაგალითად ვიყავით 5 წლის წინ ან შეიძლება 10 წლის წინ მით უმეტეს. ჩვენ გვაქვს გამტკიცებული სუვერენიტეტი და გადაწყვეტილებებს ვიღებთ ქართველი ხალხის ნებიდან გამომდინარე და სხვა არც ერთი ფაქტორი არ შეიძლება იყოს ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვართ მზად თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ისე რომ ვინმე თიც დაგვიქნევს და შემდეგ ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. მეორე ასევე იმას შეეხება რომ ეს ხალხი ევრობიუროკრატები უნდა ჩამოყალიბდნენ იმაზე, საერთოდ აღიარებენ საქართველოს პარლამენტს თუ არ აღიარებენ. ჩვენ არ გვჭირდება ეს აღიარება, ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის მანდატი და ახლა უკვე გთხოვენ რომ როდესაც საგაზაფხულო სესია მე-11 მოწვევის პარლამენტის არის დასრულებული, თითქოს ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ეს თითის ქნევით რაც მოგთხოვეს, შემდეგ ეს გადაწყვეტილები უნდა მივიღოთ მაშინ, როდესაც რეალურად საშემოდგომო სესია გაიხსნება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სექტემბრის პირველ სამშაბათს. ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა ქართველი ხალხის და როგორც თქვენ თქვით, რაც არის პუნქტები, რომელიც ამ წერილში არის მითითებული, რომელიც შესაბამისი არხებით მოეწოდება ქართულ მხარეს, აქ არის ორი მთავარი სამარცხვინო პუნქტი. დანარჩენ პუნქტებზე იმდენ ყურადღებას არ გავამახვილებ. პირველი ეს შეეხება გამჭვირვალობის ქართული კანონი, რომელიც მივიღეთ და რაც დაუძახეს ყველას ახსოვს. შემდეგ ჩვენ მივიღეთ ამერიკული ფარას ზუსტი ქართული ანალოგი. აი ამ კანონის გაუქმებას ვთხოვენ, რომ თითქოს არის დემოკრატიული უკუსლა იმის გამო, რომ ვითხოვთ რევოლუციების გამჭვირვალობას, მათ შორის რომ ვიცოდეთ ვინ გვიხდენს და ცდილობს რევოლუციებს საქართველოში. ეს არის პირველი და მეორე შეეხება არასრულწლოვნების და ოჯახური ღირებულებების დაცვას. აი ამ კანონის LGBT-ს პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმებას ვთხოვენ. აქ ყველაფერი ნათქვამი არის ამ ორი პუნქტით, თუ რა ტიპის დოკუმენტი არის ეს, რა ტიპის დამოკიდებულება არის საქართველოსთან მიმართებით და ქართულ ხალხთან მიმართებით. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის პოზიციას. რა არის ამ მოთხოვნის შინაარსი, რომ ანუ თქვათ თეორიულად დაუშვათ რა, ეხლა უკვე გასაგებია იმ 8 მოთხოვნიდან რაც ჩამოთვალე რამდენიმე, რომ ამას თავის ისტორია გააჩნია, თავისი მხარდამჭერები ყავს და ეს აბსოლუტურად რომც დაუშვათ, რომ ეს შეიძლება გადაიხედოს, იქნება აბსოლუტურად მიუღებელი. მაგრამ თეორიულად რო წარმოვიდგინოთ, ერთგვარი სავაჭრო პროცესი რა. რომ აი იქიდან ვიღაცა იყენებს, რომ საჭირო არის რომ შენ ესა და ეს პუნქტები შეასრულო და სანაცვლოდ რა. ძალიან კარგი კითხვა არის, თუ 2022 წლის რეზოლუციას ავიღებთ, პირველი სამარცხვინო რეზოლუცია რაც იყო ევროპარლამენტის, ხედავთ რომ პირდაპირ კავშირში არის რუსეთის აგრესიასთან უკრაინაში ისეთი პუნქტები იყო ჩაწერილი. თუ მაგალითად ავიღებთ და ვნახავთ 2023 წლის რეზოლუციას, ეს არის უშუალოდ ცალკე ფრიმიშა რეზოლუცია, აქტუალური იყო, ჯერ გვეუბნებოდნენ რომ ცუდად არისო. შესაბამისი მკურნალობა განახორციელებთ, როცა ასეთი მკურნალობა ხორციელდებოდა და შემდეგ აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოსგან, რომ მშვენივრად არის ეს ადამიანი, არანაირი პრობლემა არ აქვს და ფაქტობრივად ლუქში ცხოვრობს უკვე წლებია, ხო? შესაბამისად, თუ ამ დამოკიდებულებებს შევადარებთ, ყველაფერი ხდება უფრო გასაგები. აქ მარტივად იყო საქმე, ჯგუფი, გავლენიანი ჯგუფი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ უკვე წლებია ვსაუბრობთ, რასაც ვეძახით Deep States, ეს ხალხი, ეს ბიუროკრატები ცდილობენ, რომ როგორმე საქართველოში სიტუაცია შეიცვალოს, ის ადამიანები, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რაც იქნება შემდეგ საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდეს და უფრო მეტიც, აქ გაიხსნას ახალი ფრონტი ომის, რომელიც სტრატეგიულ მიზნებთან ამ ჯგუფის მოდის პირდაპირ შესაბამისობაში. ეს არის ყველაფერი ამის ლაიტმოტივი. ეგ გასაგებია, რომ თქვათ რა არის ამის ყოველ წელს მიმდინარე პროცესში რაღაცას გთხოვენ იმისათვის, რომ გავლენა უცხოური გავლენა საქართველოში უნდა იყოს მეტი, იმისათვის რომ შესაბამისად შეღწევა ხელისუფლებაში იყოს მეტი, ის პარადიგმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კვიდრდებოდა და არა მარტო საქართველოში, არამედ 1999 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც საბჭოთა ბანაკი დაინგრა, ბერლინის კედლის ნგრევიდან დაწყებული და 99 წლიდან დაწყებული, ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები გავიდნენ. შემდეგ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა 20 წელიწადში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები გათავისუფლდნენ და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ პროცესს, როდესაც ხდება
დაპირისპირება ამ ყოფილი საბჭოთა ბანაკის შემადგენელი ქვეყნებისა და რუსეთს შორის აი ამ კონფლიქტის წახალისება. ანუ საქართველოს და ისევ როგორც თავის ძროზე ბალტიისპირეთი და ნებისმიერი სხვა მოსაზღვრე ქვეყანა გამოყენებულია როგორც ანტირუსეთის პლაცდარმი. აქ უნდა იყოს ანტაგონისტური განწყობები მისათვის რომ ანუ საქმე იმაშია რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესი არის რუსეთის შებოჭვა და ეს შებოჭვა ხორციელდება მისი მოსაზღვრე რაიონებით. საქართველოს განულ პერიოდში არაერთხელ იწვნია აი ამ როლით შესრულებული ზიანი, ხო? ჩვენ დაკარგული გვაქვს ორი რეგიონი, ჩვენ გვაქვს უამრავი მსხვერპლი, ქვეყანას გაუჭირდა ფეხზე წამოდგომა საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ და რამდენი არის კიდე სხვანაირად გაუბედურებული ადამიანი, მაგის დათვლაც ჩვენ შორს წაგვიყვან, ხო? ანუ ეს დამოუკიდებელი საქართველოს რაც ჩვენ დღეს შევქმნით, ხო, განვლილი 30-40 წლის განმავლობაში არის საშინელი გაჭირვების და საშინელ ფასად მოტანილი. და დღეს, როდესაც მორიგ ჯერზე ისევ საჭირო არის რომ შენ შეასრულო ეს პაიკის ფუნქცია, დღეს უკვე ქვეყანამ ამაზე იცის რა ფასის გადახდა მოუწევს ამისო და შესაბამისად მე რას მიიღებს. ეგეც საკითხავია. დღეს ქვეყანამ ამაზე თქვა უარი, იმიტომ რომ დააყენა თავისი ეროვნული ინტერესები და ხალხის ინტერესები წინა პლანზე. ეს ერთის მხრივ ჩვენი მხრიდან გასაგებია და იქიდანაც გასაგებია მცდელობა, რომ აი 10 წლების განმავლობაში ნასაზრდოები რაღაცა კოჰორტა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ შემოსაღდეს როგორც ქართული ხალხის ნება, შემდეგ ისინი იყვნენ სათავეში და ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ხო, მათ ყავდათ ასეთი დასმული ადამიანები ქვეყანაში, ვინც იყო ასრულებდა აი ამ როლს და რომლის დანატოვარიც ძალიან მძიმედ დაგვრჩა. მაგრამ მე ხა სხვა რაღაცა ვიკითხე, რომ აი წარმოვიდგინოთ ეხა სრულიად თეორიულად, რომ ჩვენ უთხარით, რომ აი თქვენი პირობები გასაგებია და აი ესეთ ვაჭრობაში შევედით და სანაცვლოდ რა ანუ ჩვენ თუ სიტყვაზე აი ამ 8 პუნქტს ვასრულებთ, თქვენგან რას ვიღებთ? თქვენგან ვიღებთ რაიმე ახალს, თუ ვიღებთ არსებული სტატუს კვოს შენარჩუნებას. ანუ მე დღეს ვქონდა მთელი კამათი, რომ არსებობენ ქართველები აი მედიაში მოღვაწე ადამიანები, იძახიან, რომ ისა რა თქმა უნდა ეს პრივილეგიაა. ანუ მე სპეციალურად მოვიძიე შემდეგ და ჩავხედე, როდესაც 2017 წლის 28 მარტს მოხდა უვიზო მიმოსვლის სამუშაოება, იმაშინელი განცხადებები მაინტერესებდა. იქ ევროპის მხრიდან გახმიანებული და მაშინდელი ეს ევროკომისრები თუ ეს მაღალი თანამდებობის პირები იძახდნენ რომ საქართველოს ბევრი იმუშავა, რეფორმები განახორციელა, ანუ საქართველოს დაიმსახურა, ანუ შეასრულა ის ვალდებულებები, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ ხო ურთიერთობა ისედაც გვაქვს. ანუ ჩვენ ხო გვაქვს კეთილმეზობლური ურთიერთობა. აი მაგალითად საქართველოს მეგონი არანაირი ურთიერთობა სავარაუდოდ არ უნდა კონდეს ისეთი, ხა, ჩრდილოეთ კორეასთან. არ ვიცი ხო ვიღაცასთან რა. მაგრამ დანარჩენი ხო გვაქვს ურთიერთობა. ეხლა ეს ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, ეს ჩვენ შეიძლება ეს ურთიერთობა მიიღოს დაახლოებისკენ, ან რაღაც არა დაახლოებით. თუ დაახლოებისკენ არის და მე შენ თუ უვიზოდ გიშვებ, ბუნებრივია ხო მეც მინდა რომ შენთან უვიზოდ ვიარო, ხო რაღაცა თანასწორობა არსებობს, მით უმეტეს რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვა გაეროს პრინციპებით ცხოვრობთ, ხო რაღაც მსოფლიო წესრიგში. რომელიც არსებობს შენ შეგიძლია დამიყენო მე პირობად რომ იცი რა არის კი ბატონო მე ძალიან მინდა, მაგრამ არსებობს ტექნიკური შეუთავსებლობა, ხო? საჭიროა რომ შენ ქონდეს ბიომეტრიულად მოწესრიგებული, რომ ჩემ ქვეყანაში რაღაცა პარამეტრები არის ამგვარად და ის გარკვეული რისკები, რამაც შეიძლება აქ სიტუაცია არიოს, საჭიროა რომ შენ განახორციელო რეფორმები, რომ შენ იყო თავსებადი, ხო? ეს ხო უნდა ერთმანეთთან შეერთდეს. ისე საქართველოს მიშრომა რაღაცას მიაღწიეს, გახადა თავსებადი და ამის გამო მან მიიღო. დღეს ქართველები ამბობენ იმას, რომ იცით რა ეს პრივილეგია რა თქმა უნდა. არსებობს პირველი სამყაროს ქვეყნები, არსებობს მესამე და შენ არასოდეს არ უნდა გადახვიდე. აი თუ ესეთ მსოფლმხედველობასაც ავიღებთ, რომ ქვეყნები რანჟირებულია, რომელიც თეთრმა ადამიანმა დააწესა ეს იერარქია, ხო? ანუ შენ მინიმუმ მაშინ გადასვლა ხო უნდა შეგეძლო სხვა კლასში. დღესაც იგივეა, ანუ მადლობა მუხლებზე უნდა იდგე, მადლობა უნდა უხადო აი ამ პრივილეგიისთვის. მაშინ გუშინ მქონდა უვიზო. და იმის წინ გუშინ წინ საერთოდ არანაირი მიმოსვლა არ მქონდა. ცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, ხო რკინის ფარდა. რა გავაკეთოთ ახლა? დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და დავიწყეთ ურთიერთობა. ანუ აი ეს ფენომენის განმარტება მაინტერესებს. რას ნიშნავს პრივილეგიაა ეს თუ ეს არის ის ბუნებრივი მდგომარეობა, როგორიც უნდა იყოს ცივილიზებულ ქვეყნებს შორის. დააკმაყოფილა საქართველოს ეს პარამეტრები, ტექნიკური და მიიღო. ეს ხო არ შეეხება რაღაცა ღირებულებითი ნაწილს. ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თავარი კითხვა რაც არის რომ ჩვენ გვეუბნებიან რომ ანუ ეს თურმე ეხა აღმოჩნდა რომ არის პრივილეგია და ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენ თუ ამას შეასრულოთ უბრალოდ სტატუს კვო დარჩება
და მე კითხვა სხვა რამეზე მიჩნდება და გუშინ წინ რომ მეუბნებოდი რომ არჩევნები ჩაატარე, ამერიკული ორგანიზაციები რომ მოვიყვანე, მათ რომ ეს არჩევნები ჩაატარეს თავიანთი აღჭურვილობით და დანადგარებით. ყველაფერი რომ კარგად იყო. CSKO რო აგერ ამ გადაცემა მაშინ დაიწყო, როცა მას ვაშუქებდით CSKO-ს ყველას არწმუნებდა ოპოზიციურ არხებზე დადიოდა, აჩვენებდა ეს როგორ ჩატარდა. ყველაფერი სწორად ჩატარდა, რა თქმა უნდა, იმ მცირე ექსცესებს არ თვლი რაც ყოველთვის ხდება. და მე იმიტომ რომ შედეგი ვიღაცას არ მოეწონა, დაიწყეს ეს გაყალბების კამპანია. ანუ ამაზე, რომელსაც ევროპარლამენტი იქნება თუ ვინც იქნება, რეაქცია არ ქონია შემდეგ. საერთოდ აქ ეს ცივად უყურებდნენ, აქ რაღაცა როგორ ჯერ წაახალისეს ხალხი და მე იმათ პროტესტს. ამაზე სად არის რეაქცია? არ ვაპირებ თუ არა ვკითხოთ ეს ამბავი. ძალიან საინტერესო აქცენტი არის, ბოლოსგან დავიწყებ ამერიკული ტექნოლოგიებით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც ასევე დამოუკიდებელი აუდიტორიც სწავლობდა და დაუძახეს რუსული არჩევნები. ეს არის ამ ხალხის ორმაგი სტანდარტი, როგორ შეიძლება ესე ცადო რომ მოატყუო საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში მხოლოდ იმის მიზეზის გამო, რომ შენი აგენტურა აღარ არის ხელისუფლებაში და როგორმე გინდა რომ ეს ხალხი დააბრუნო ხელისუფლებაში. ხო, იგივე იყო კანონთან დაკავშირებითაც, რომელიც ახლა მოქმედ კანონთან შედარებით გაცილებით რბილი ვერსია იყო, გამჭვირვალობის კანონი რა არ დაუძახეს ამ კანონმდებლობას, თუმცა საზოგადოებამ საბოლოო ჯამში ფიქრობ, რომ უმეტესმა ნაწილმა დაინახა რასთან მქონდა რეალურად საქმე, რომ როგორმე გამჭვირვალე გაგვეხადა ეს შავი ფინანსები, რომელიც მოემართებოდა მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას ზოგადად, მას შემდეგ რაც არსებობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ევროკავშირს რა თქმა უნდა აქვს სხვადასხვა ბერკეტი თავისი ინტერესების გასატარებლად, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი, ისევე როგორც ნებისმიერი ორგანიზაციის და ქვეყნისთვის არის გარკვეულ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწესება, რაც როგორც აღნიშნე არის დაფუძნებული, უпростоრად უნდა იყოს დაფუძნებული იმ მიღწევებზე და რეფორმებზე, ტექნიკურ მახასიათებლებზე, რასაც სახელმწიფო უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ამ შემთხვევაში 27 წევრ სახელმწიფოსთან ევროკავშირის ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ეს ყველაფერი დავაკმაყოფილეთ ასევე ზოგადად შენგენის ქვეყნებთან, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა. თუმცა მას შემდეგ რაც ეს ბერკეტი არსებობს ევროკავშირში, როგორც ჩანს და ამას ყოველდღიურად ადასტურებენ, ეს იქცა უკვე პოლიტიკურ ელემენტადაც ცალსახად და ამით გაშანტაჟებენ გარკვეული ჯგუფები. მე არ ვამბობ, ხო, უამრავი სახელმწიფო არის, მათ შორის არის ძალიან ბევრი პარლამენტარი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი დამოკიდებულება საქართველოსთან არ შეიძლება. თუმცა ის ჯგუფი, რომელიც არის ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, ასე ჩანს და ასე დასტურდება, ამ ქვეყნების წარმომადგენლებს დაავალეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული მხოლოდ იმის გამო, რომ შენარჩუნებული იყოს სტატუს-კვო, რომელიც საქართველოში არის და უფრო მეტიც შეეცადონ, რომ როგორმე კოლექტიური ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დააბრუნონ. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, ასეთი დამოუკიდებულება არის მიუღებელი. ჩვენ გვაქვს მიღწევები, გვაქვს პარამეტრები, რომლითაც ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ არათუ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება, რაც გამოიხატება უვიზო მიმოსვლაში ევროკავშირთან მიმართებით. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გაგვხსნოდა მოლაპარაკებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჯერ კიდე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ნახეთ ზუსტად ასეთი შანტაჟი, რაც ქართულმა სახელმწიფომ სიმტკიცით საზოგადოების ერთიანობით გაიარა ეს ელემენტი და ფაქტობრივად როგორც იყო მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი. იმის შემდეგ თქვენ ხედავთ, რომ რაიმე შეიცვალა საქართველოში ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, რასაც მაშინ ვამბობდით, ესეც არის ფორმალობა. ნიშნულოვანი იყო, რომ კანდიდატის სტატუსი ჰქონოდა, თუმცა თუ კი იარსებებს ნება, რომ საქართველო როგორც რეგიონის წარმომადგენელი გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ პირველ რიგში უნდა გავძლიერდეთ ეკონომიკით, რაც შესაძლებლობას მოგცემს, რომ სექტორული თანამშრომლობით გავხდეთ ამ დიდი გაერთიანების წევრი, რომელიც სამწუხაროდ მისი დღევანდელი ბიუროკრატია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და გამოირჩევა იმით, რომ საქართველოსთან აქვს ქედმაღლური დამოკიდებულება. ჩვენთვის ეს მიუღებელია. პირდაპირ ჩანს ეს ასე ვთქვათ აღმაშფოთებელია, როდესაც ის ლაპარაკობს, ვთქვათ რაღაცა კრიტიკას მხოლოდ და არაფასებს იმ თავარ პრობლემას, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ერთი საინტერესო ელემენტი იყო გაგაწყვეტინე. მაშინ, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ და მისცეს მაგალითად მოლდოვას, რომელიც დღესაც არის DST-ის წევრი, შემდეგ ევროკომისიამ თვითონ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც დადასტურდა, რომ ფაქტობრივად ყველა კრიტერიუმით ვართ ორივე ამ ქვეყანაზე ბევრად წინ და შემდეგ იძულებულები გახდნენ ფაქტობრივად, რომ ჩვენთვისაც მოეცათ კანდიდატის სტატუსი, თან რა არ გავიარეთ, რამდენი მცდელობა იყო არეულობის, თუმცა ქართულმა საზოგადოებამ, ქართულმა ხელისუფლებამ და სახელმწიფომ შეძლო, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო. თუმცა შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის შანტაჟით
განეხორციელებინათ მიდგომა ჩვენთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერ-მინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ დღეს გააკეთეს განცხადება ნოემბერში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით თუ კი ექნება სურვილი ევროკავშირს, რომ გაგვიხსნას მოლაპარაკებები, მეორე დღესვე მოვაწერთ ხელს თუ არა და რაც გვაქვს მოქმედი ხელშეკრულება, ეს არის ასოცირების შეთანხმება 2028 წლამდე ჩვენ შევძლებთ, რომ ვალდებულებების უმეტესობა იყოს შესრულებული და თუ კი მაშინ იარსებებს ნება, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს ყველაფერი იქნება მიღწეული. ეს იყო მარტივი მესიჯი, რომელიც გაკეთდა ნოემბერში პრემიერ-მინისტრის მხრიდან. შესაბამისად, სხვა ყველაფერი არის სპეკულაცია, არის ქედმაღლური დამოკიდებულება და მე პირადად მჯერა, რომ ქართული საზოგადოება თუ კი ეს გამოწვევა შენარჩუნებული იქნება როგორც შანტაჟის იარაღი ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან, ქართული საზოგადოება ამ გამოწვევასაც ღირსეულად უპასუხებს. კი ბატონო, მანდ თავარი მომენტი არის ისე ვიძახი, რომ ამოსავალი წერტილი, რასაც ასე ვაშუქებდით და რომელზეც პირდაპირ თქვა უარი, თავარი პრობლემა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და დაიწყო შეუქცევა და დღეს უკვე არსებობს რაღაც მცირე ჯგუფი საზოგადოების, რომელთანაც საერთო შეხების წერტილის პოვნა უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ 26 ოქტომბერს გაიყო ეს მთავარ საკითხზე, ხო, პოზიციები ჯერ იყო და ეს არჩევნები აქცევი იყო რეფერენდუმად, მათ თქვეს რომ საკითხი დღეს ესე დგას, მოგოწებეს იარლიყი რომ ეს არის რუსული მთავრობა, რომ ჩვენ ვართ ევროპელები, ანუ გუშინ რომ ადამიანებს აწამებთ იმ ხალხზეა ლაპარაკი და შემდეგ საჭიროა რომ ხალხმა ესე აერჩიოს. და ჩვენ ეხა პრაქტიკულად თავარი გზავნილი იყო რაც ეხა შენ აღწერე, რომ დღეს პირიქით სხვა სიტუაცია. დღეს არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, იმიტომ რომ რეგიონში 2022 წლიდან დაიწყო ეს ომი და შენ დასავლეთից ესე პაკეტად განგიხილავს რა, მიუხედავად აი გეოგრაფიულად სრულიად სხვადასხვა ტიპის მდებარეობისა. აი მოლდოვას საზღვარი არა აქვს მაგალითად რუსეთთან, განსხვავებით ჩვენგან და უკრაინისგან. უკრაინაში არის ომის აქტიური ფაზაც, ეს აქ არაფერი არ ცვივა, ხო, ღმერთმა დაგვიფაროს. ანუ აი ამ და საერთოდ კავკასიაში ვართ და ისინი პირდაპირ ესაზღვრებიან ევროპას. აი ამ მოცემულობის მიუხედავად ჩვენ ვართ რაღაცნაირად ერთ პაკეტში და მათთვისაც უკვე გამოჩნდა და უფრო და უფრო მეტად და უკრაინის მაგალითს კიდევ უკეთესად ჩანს, რომ მათთვის ეს არის პლაცდარმი მხოლოდ რუსეთის შესაკავებლად რა. მიუხედავად აქ საერთოდ აღარ მიდის ლაპარაკი, აი ნახეთ რამდენჯერ დაიწყო ეს სამშვიდობო მოლაპარაკება და რაღაც აი რუსეთის მოთხოვნა, აი ევროპის მოთხოვნა ვერ ხდება ამ მოთხოვნების შეთანხმება, ერთმანეთში შეჯერება, რაღაც გამოსავლის პოვნა, ეს არც მანამდე ვერ ხდებოდა და იმიტომაც ბოლოს მივედით და დაიწყო ეს ომი. აქედან გამომდინარე ეს ომი მუდმივად ვერ გაგრძელდება, რაღაცა ფორმა უნდა მიეცეს, მაგრამ გარდა საომარ ძალთა ჭიდილისა ჩვენ ვიღებთ აი ამ დღის წესრიგების ჭიდილს. და ჩვენთან დღის წესრიგი ზუსტად უბრალოდ პარტიები კი არ ეპაექრებოდნენ ერთმანეთს, აი დღის წესრიგები იყო წარმოდგენილი ქართველი ხალხი რა ჭრილში ხედავს დღეს არსებულ რეალობას და გაიმარჯვა ამ დღის წესრიგმა. კი, რა თქმა უნდა, ევროპა კარგია, უიზომი, ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ხო არსებობს რაღაცა რანჟირება, ეგზისტენციალური საკითხების, ხო? პირველ რიგში რო უსაფრთხოება და უკვე არსებულის მიღწევა და რო აღარ გვინდა 90-იან წლების გამეორება, 2008 წლის გამეორება და უამრავი უბედურების ამას მიცა ხო ხალხმა ხო და აი ამაზე სწორედ ამ პრინციპულ მომენტში მიუხედავად იმისა, რომ დადგა შედეგი, რომელზეც მანამდე წლების განმავლობაში, იმიტომ რომ ერთი პარტია ვერ ახერხებდა რევანშის მოხდენას ქართული ოცნების წინააღმდეგ, წლების მანძილზე მიდიოდა ლაპარაკი, რომ აი კოალიცია არის ის ხსნა. და უცებ ნახეს, ანუ აღარ უნდა იყოს ერთპარტიული ალტერნატივა, ხო, ნაცმოძრაობის სახით და უცებ მიიღეს 4 პარტია თანაბარი შეძლებლობით და აი ამ დემოკრატიულ მიღწევაზე თქვენს უარი ეს ჩარეცხეს მტკვარში გადაყარეს პირდაპირ და აქედან იწყება მთელი ეს განხეთქილება ამის არაღიარებიდან და არაფერს არ იძახიან დღემდეც ამაზე რა, ანუ კი საერთოდ არ თვლიან საჭიროდ რომ ამაზე უთხრან ან რაღაცნაირად გამოსავალი იმ შარლ მიშელის დროსაც კი არ ხდებოდა ეგეთი რამ, ხო? რომელსაც რაღაცნაირად შეგვიყვანოს და რაღაც ჩარჩოები არსებობდა. ხო, იქ ლაპარაკი იყო, რომ აქეთ ამ ხარეს, ანუ მორიგებაზე იყო ლაპარაკი. ეხა პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ ეს ულტიმატუმი, ხო? რომელიც ხო გასაგებია, რომ პირიქით მხოლოდ ანტაგონისტურ განწყობას გააღვივებს. მეტი ხო არაფერი არ იქნება. მას შემდეგ რაც ბოლო არჩევნები რაც იყო ევროპარლამენტის არჩევნები 27-ვე წევრ ქვეყანაში პირველი შემთხვევა არის, როდესაც ევროკავშირს დაემატა სამხედრო საკითხებში ევროკომისარი კუბილიუსი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ადამიანი არის ევროკომისარი. ამ ადამიანს ზუსტად 3 კვირის წინ დაახლოებით აქვს ნათქვამი ერთ-ერთ გამოცემაში, გაზეთში, რომ ის ხედავს თავისი რეგიონის ბალტიისპირეთის გადარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი სხვაგან იქნება დაძაბულობის კერები. მეტი აღიარება შეუძლებელი არის
რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად გაანალიზოს ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს ჩვენი ხელისუფლება იმყოფებოდა განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში, რომ როგორმე არ დაგვეშვა ამ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია. შეიძლება თავისი სუბიექტური ქვეყნის გადმოსახედიდან ეს მისთვის სწორი პოზიცია იყოს, თუმცა ჩვენთვის ეს არის დადასტურება, რომ ამ ყველაფრის მიზანი საბოლოო ჯამში იყო რეგიონში დესტაბილიზაცია, რომელიც თავის მხრივ უშუალოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მის აღმოსავლეთ მხარეს მისცემდა შესაძლებლობას ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ეს არის დოქტრინა, რასაც ეს ადამიანი, რომელიც დღესდღეობით არის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირში, ადასტურებს მის ინტერვიუში. როგორც ჩანს, გაუცნობიერებლად ქვეტექსტით ეს წამოწდა ესე რომ ვთქვათ. ბალტიის რესპუბლიკები, რომელიც 50 წლის განმავლობაში იყვნენ საბჭოთა კავშირში, შემდეგ პირველები იყვნენ, ვინც რაღაცნაირად არა მარტო გავიდა, არამედ ყველაზე სწრაფად გააკეთა ინტეგრაცია და ისინი არიან ძალიან აქტიურები. ჩვენ ხედავთ, როდესაც ხდება ხოლმე რეზოლუციის პროექტების განხილვა, ის უშველებელი დარბაზი არის აბსოლუტურად სარიელი. შემდეგ, იმიტომ რომ არსებობს რაღაცა მექანიზმები, ხო, პარტიული კონსენსუსი, ეს 10-20 კაციანი ჯგუფი ახერხებს ბუნებრივი ხმების მობილიზებას, რომელიც მე აქ აი ევროპარლამენტმა თქვა, იქიდან ეხა რამდენ დეპუტატ წარმოდგენა არ აქვს, ხო, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, პარტიულად ისინი უბრალოდ აძლევენ ხმას. სარიელ დარბაზებში მიდის განხილვა ჩვეულებრივად, როგორც აღნიშნე და რა დონეზე დაეცა ეს ევროპული ბიუროკრატია, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების მოქმედი მენეჯმენტი, რომელიც არის ხელისუფლებაში, რომ ერთი მხრივ ასანქცირებს მსოფლიოს ლეგენდას ლაშა ტალახაძეს და მეორე ხელით იმავე განცხადებაში ითხოვს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებას, რომელიც იყო სისტემური წამების რეკეტის შემოქმედი ამ ქვეყანაში. თუმცა ჩვენია და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენია ამ პრინციპით მოქმედებენ დღესაც, რომ როგორმე ეს ჯგუფები, რომელიც როგორც თქვი, ახლა უკვე 4 კოლექტიური ნაცმოძრაობის დანაყოფი, როგორმე ხელისუფლებაში დააბრუნონ. ახლა როგორი ინსტრუქციებიც იქნება, ასე მოიქცევიან თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებითაც, თუმცა სულ 4-ვე ერთად გამოვიდეს არჩევნებზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ტესტი, რომელიც არის დემოკრატიის ტესტი ნებისმიერ ქვეყანაში და ასე უნდა იყოს, თუ კი არ არსებობს რაიმე სხვა გეოპოლიტიკური მიზეზი, არის არჩევნები, სადაც საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, ვის უჭერს მხარს და ვერ ეგუებიან, როგორც ჩანს ეს გავლენიანი ჯგუფები, რომ ქართულ ოცნებას უკვე შარშან საპარლამენტო არჩევნებზეც ქართულმა საზოგადოებამ დაუჭირა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ერთი გაყალბებული ხმაც ვერ მოიტანეს, რაც ბუნებაში არ არსებობდა. ეს არის ამ ხალხის სტანდარტი. ხო, რაც უფრო რეალურად თუ სპეციალისტებს დაუჯერებთ, რაც უფრო მწვავდება სიტუაცია და ხშირად არის ხოლმე, ხო, ეს რაღაც განცხადებებით ხდება ხოლმე ესკალაცია იგივე. აი, გავრცელდა ტრამპის და ზელენსკის რაღაც საუბრის ნაწყვეტი, რომ თითქოს ეკითხება ტრამპი, რომ ანუ შენ რო იარაღი გქონდეს, ესროდი ხო მოსკოვს და ისე უნდა რომ კი, რა თქმა უნდა, აბა რას ვიზამდი. და აი ეს ესკალაცია პირიქით უფრო მოწყალ მდგომარეობაში აყენებს სხვა ქვეყნებს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ თუ კი არ მიდის ვითარება ჩაცხრობისკენ და სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ, პირიქით, ანუ რუსეთი ხდება უფრო აგრესიული. ანუ რაც უფრო მეტია მუქარა, რაც უფრო მეტი არის სანქციის დაპირება, ან შეტევის და მსგავსი ტიპის მუქარები, შემდეგ ჩვენ ვიღებთ მით უმეტეს აი ირანში და დღეს უკვე სირიაში განხორციელებული ოპერაციების ფონზე, რასაც ჩვენ ხედავთ უკვე რაღაცა საომარი ზღურების გადალახვასაც კი, რუსეთი თავის თავს უფლებას აძლევს, რომ ანუ უკვე ძალიან თავისუფლად ბომბავს ამ უკრაინას, უკვე აღარ ერიდება სამოქალაქო ობიექტებს, ხო? და ეს არის ის ვითარება, რაც იქმნება ამ მიმართულებით. ფაქტობრივად მთელი რეგიონი გურამ, კარგად ვხედავთ ყველა, არის ცეცხლის რკალში გახვეული, როგორც ჩანს იყო ესეთი მიზანი თავიდანვე და ეს დასტურდება არაერთი შეხვედრით, რომელიც იყო ჩვენი გუნდის წარმომადგენლებთან, ლიდერებთან დაკავშირებით არაერთი მოთხოვნა შეხვედრის. აქ იყო მიზანი, რომ როგორმე რუსეთის ყურადღება, რომელთან დაკავშირებითაც უკვე არაერთი ომი ჰქონდა საქართველოს, ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, როგორმე ეს ყურადღება გადმოეტანათ აქეთ. ეს პირდაპირ დასტურდება, რაც არის მათ შორის იმ დოქტრინის ანალიზის შედეგად მიღებული პოზიცია, რომელსაც არაერთხელ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და მეც პირადად ჩვენი გუნდის ლიდერები ახმოვანებდნენ, რომ როგორმე ყურადღება გადმოტანილიყო საქართველოში, რაც მისცემდა შესაძლებლობას იმისთვის, რომ რუსეთი დაესუსტებინათ. მაგრამ თუ ომზე არის, ხომ? თუ რაიმე ტიპის დამსახურებაზე არის მათ შორის დასავლურ სამყაროსთან საქართველო იყო მოწინავე ნატოს მისიებში, სამშვიდობო მისიებში არაერთ ქვეყანაში, მაშინ როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნების კონტინგენტი იყო ძალიან მცირე. თან ესენი
ნატოს წევრიც არიან. ჩვენ საერთოდ ნატოს წევრი ქვეყანა არ ვართ, გქონდა ეს და გვაქვს რომ ევროატლანტიკური მისწრაფებები არის ჩვენი ამოცანა, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა ირაკლი კობახიძის ინიციატივით და ჩვენი გუნდის მხარდაჭერით, ეს ხალხი გვედავება დღეს და გვეუბნება რომ თითქოს ევროკავშირისკენ და ევროპული მიმართულებით არ მივდივართ, რაც წარმოუდგენელი სიცრუე არის, ამასთან დაკავშირებით სერიოზულად კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება, ყველაფერი დასტურდება იმ ფაქტებით, იმ მიღწევებით, რომელიც აქვს ჩვენს გუნდს და როგორც უკვე ვთქვი, თუ კი ვიქნებით კიდევ უფრო ძლიერი, თუ კი ქართული საზოგადოება იქნება ერთიანი, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სხვა შემთხვევაში არანაირი შანსი არ გვაქვს. ხო, ეს ყოველ შემთხვევაში ეს 28 წელს მაინც უნდა დაველოდოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავარი ძალა მდგომარეობს იმ ხედვაში, იმ სიმართლეში, რომელსაც ქართული ოცნება უყვება აუდიტორიას. როგორი არის დღეს ვითარება. თავარ წინა ხაზზე შეიარაღებული ბრძოლის დგას უკრაინა. უკრაინა იბრძვის დასავლური დახმარებით, ხო? ხშირად არ მოვისმენთ და თვითონ ევროპელები ძახიან, რომ ეს არის ფარი. მისი ცოცხალი ძალა გამოყენებული არის რუსეთის შესაკავებლად. აღიარებულია, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინას კი არ უტევს, უტევს დასავლურ სამყაროს, უტევს დასავლეთს, უტევს იმ გეოპოლიტიკურ წესრიგს, რომელიც ჩამოყალიბდა. რუსეთს გავიგე, რომ აქვს თავისი შეხედულება, თქვა თავისი სიმართლე, ესე ვთქვა, როგორადაც ის თulis, რომ ის მართალია იმისათვის, რაც დაიწყო. და ამბობს ასახელებს გარკვეულ მიზეზებს, მაგრამ დასავლური გადმოსახედიდან ეს ხო ესეა, რომ უკრაინა იბრძვის დასავლეთის სახელით. და ჩვენ ამავე დროს ვხედავთ შეზღუდულ დაფინანსებას, პრაქტიკულად წვეთოვანზე შეერთებულ ქვეყანას, ისეთ იარაღის მიცემას, რომელიც უბრალოდ საჭიროა გახანგრძლივებისთვის, ეს იგივეა, რომ პაციენტს კი არ უმკურნალო. არამედ მუდმივად ყავდეს წვეთოვანზე შეერთებული, რომ გაძლოს და არ მოკვდეს. მხოლოდ აი ამ ძალიან ცინიკურ ფორმას. ჩვენ ვნახეთ თავარი ქვეყნის ამერიკის თანათანობით დისტანცირება ამ კონფლიქტისგან. ჩვენ ვნახეთ შემდეგ დონალდ ტრამპის ძალიან საინტერესო ესეთი ბიზნეს მოდელი, რომ მოდი თან უკრაინას იარაღს მივცემ, მაგრამ კი არ მივცემ, მივყიდი და ის მივყიდი უკრაინასა და აქ ფული. რამდენიმე ქვეყანა მოდი და უცებ აღმოჩნდა, რომ ძირითადი ეს ქვეყნები, თქვენს უარი. ანუ საფრანგეთმა ყოველ შემთხვევაში ვნახე კომენტარი, იგივე იტალია. საინტერესოა რას თქვის გერმანია და ბრიტანეთი, ან როდემდე შეძლებენ ამ ტვირთის აწევას და ზიდვას, ხო? ანუ ის რასი ჩვენ მივდივართ ჯერჯერობით, აი ეს ჩიხს გავს ეს პროცესი. საქართველოს ინტერესი რაც ხალხმა ძალიან კარგად გაიგმონა, აი ესეთ თამაში აქ ხო არ არის რომ ძალიან მარტივად არის. მეორე სოფლიო ომი იყო და იყო გაყოფილი ქვეყნები, ან აქეთ ხარეს იყავი, ან იქით ხარეს იყავი, ერთმანეთთან არათავსებადი ქვეყნები იყვნენ ერთად კოალიციაში და დასრულდა იმ შედეგით, როგორიც დასრულდა, ხო? აქ ესე არ არის, აქ ჩვენ ხედავთ ერთგვარ პროქსი ომს, სადაც ქვეყნები სხვა ქვეყნის ხარჯზე ომობენ და ანუ ქვეყანამ თქვა და ხალხმა თან ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ არჩევნები დაემთხვა. ისე შეიძლება ხა შენ ილაპარაკო ხალხს რა უნდა და კვლევები ატარო, მაგრამ არჩევნები ხო ყველაზე საუკეთესო კვლევაა. რეზოლუციების რაოდენობაც ადასტურებს. ხალხმა პირდაპირ თქვა რომ არა, ჩვენ არ გვინდა. იმიტომ არ გვინდა რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომ ვიცით რომ ომი კარგია, როცა იგებ ამ ომს და როცა გამარჯვებული ხარ. ხა დამარცხებული ომი ვის უნდა და ვის უყვარს და როცა შენ ხედავ რომ მართლა მსოფლიო ომია, ლამის და ერთი ბეწო ხარ და პირდაპირ უნდა რაღაცა საომარ ლელოდ იქცე, ბუნებრივია ხო რომ ამაზე ადამიანები უარი თქვეს. მაგრამ მე მაინტერესებს რომ ერთი არის გარე ჩარევა, გარე ზეწოლა, მაგრამ ამ ყველაფრის შესრულება ხდება ადგილობრივი აქტორების მხრიდან. ეხლა მე მესმის რომ შეიძლება არსებობდეს ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელიც შეიძლება რაღაც სამედიცინო ნიღაბს იკეთებს, დადის რუსთაველზე და რაღაცა არ ესმის და არ ხდება, მაგრამ რო არსებობს პოლიტიკური კლასი, ჩვენი ოპონენტები, რომელთაც მოეთხოვებათ, ანუ ვალდებულებიც არიან რომ რაღაც ელემენტარული ესმოდეთ, შენ რას უკავშირებ მათ აქტიურობას, როცა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოზე, უარი თქვეს სისტემაზე, თავიანთ 61 მანდატი წარმოუდგენლად მაღალი რიცხვი უბრალოდ გადაყარეს და დაიწყეს ქუჩის რევოლუცია, რომელიც ასევე ჩავარდა და დღეს უკვე ამ სპირალში რო შევიდნენ, ვეღარ სახერხებენ აქედან გამოსვლაზე, მაგრამ როდესაც აი ესე ძალიან პოპულარული გახადეს სიტყვა ღალატი, აი თავის თავს არ უსმევენ ამ კითხვას, რომ რას აკეთებენ რეალურად, ანუ რას უკავშირებს შენ მათ ამ აქტივობას და დამოკიდებულებას, იგივე გინდა ბოიკოტის ნაწილში, გინდა არჩევნებში მონაწილეობის კუთხით. 2008 წელს მე პირადად ვიყავით 13 წლის და მახსოვს რუსეთის აგრესია საქართველოში და მე უბრალოდ დღესაც მაინტერესებს სად იყვნენ ეს ქვეყნები, სად იყო დასავლეთი მაშინ, როდესაც საქართველოს ასე უჭირდა. მე ძალიან კარგად აქვს, თუ დასავლეთი იყო იქ, რომ
ორგანი იყო დასავლეთი, ერთი ისო ჩვენ გავაჩერეთ რუსეთი და იმიტომ არ აიღო თბილისი, იმიტომ რომ გემუქრებოდათ. საინტერესოდ გაუჩერებიათ. მეორე პასუხი არის ის, რომ პასუხი არის ის, რაც დღეს სხვათა შორის გადაკეთებულია, ეგ ისტორია წარსული, ეს არის შექმნილი ევროპული კომისია, ქალბატონი ჰეიდი ტალიანის ხელმძღვანელობით, სადაც ქართულ ბრალეულობაზეც არის ლაპარაკი. ხდებით, ანუ გასაგებია რომ ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის რუსული აგრესია, მაგრამ ამ ყველაფერს ქონდა წინაპირობა და ლაპარაკი არის, რა თქმა უნდა, ამაზე და წინა პრეზიდენტზე, რასაც ჩვენ ღიად ვიძახით, ხო? ეს თავის დროზე სხვა შორის 2012-ში როცა არჩევნები ჩატარდა, მაშინ სხვანაირად იდგა ეს საკითხი, ყველაზე ესმოდა და მანამდეც 2008-დან 2012-მდე ეს ამბავი და შემდეგ უკვე ეს გახდა როგორ შეიძლება ქვეყნის დადანაშაულება. ანუ აი ესეთი მესიჯის ქვეშ შენ აგიგრძალეს ლაპარაკი და ეს აღარ არის ტაბუ. ეს არ არის ტაბუ, იმიტომ ტაბუ ისიც არ არის, რა ქვია, დიდი სოფლიო ცხოვრობს ანტისემიტური ბრალდების შიშის ქვეშ, მაგრამ დღეს როცა ხედავენ პირდაპირ დაბომბილ სამშვიდობო იმეებს, რა ქვია, ბანაკებს არ ერიდება ვიღაცა ამის. საქართველოს ყოველთვის იდგა დასავლეთთან, იდგა იმ მისიებში, რომელიც მნიშვნელოვანი იყო სოფლიო უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად თუ კი ვინმეს აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ერთი ომი უნდა იყოს, მაშინ როდესაც 2008 წლის ომის დროს ფაქტობრივად არაფრით არ დაგვეხმარნენ და ჩვენი ტერიტორიები გაწირეს დროებით, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებად და არანაირი ტიპის დახმარება არ იყო გარდა განცხადებებისა, შესაბამისად საქართველოს მიიღო და დღესაც ასე არის საერთაშორისო მისიებში ყოველთვის არის მოწინავე პოზიციაზე, რაც მიუთითებს იმას, რომ ზოგადად ქართველი ხალხისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არის მსოფლიო მშვიდობის უსაფრთხოება და არ დაუშვებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში იყოს კიდევ ერთი ომი. რაც შეეხება ადგილობრივ აგენტურას, რასთან დაკავშირებითაც მკითხე მარტივად არის საქმე. დირექტივა ჰქონდათ, რომ არ უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში, რაც გამოიწვევდა მათი გათვლებით იმას, რომ ქვეყანაში შეიქმნებოდა არეულობა, დესტაბილიზაცია. არა, შეიქმნა კიდევაც. უბრალოდ ჩავარდა საბოლოოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ ფაქტობრივად გადაწყვეტილებით, რაც შეეხებოდა იმას, რომ შანტაჟს არ დაუშვებთ და ამ ქვეყანაში არ დაუშვებთ კიდევ ერთ არეულობას, ამით ეს პროცესები დავაჩქარეთ და შევაკავეთ, რომ აღარ განხორციელებულიყო საბოლოო ჯამში 2020 წლის შემდეგ ეს იყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები იყო მეოთხე მცდელობა რევოლუციის ძირითადი მცდელობებისგან თუ ავიღებთ, შესაბამისად ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეგვეკავებინა ახლაც თუ კი ექნებათ დირექტივა მათი პატრონების მხრიდან, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საერთოდ ისე გამოვლენ, რომ რაც ადრე აქვთ ნალაპარაკები, ამასთან დაკავშირებით იტყვიან, რომ საერთოდ მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ, საერთოდ კოლექტიური ნაცმოძრაობის 4-ვე დანაყოფი, რომელიც ის მანდატი და საზოგადოების მიერ მინიჭებული მხარდაჭერა, რომელიც ჰქონდა, ხო, 4 ბარიერ გადალახულ პარტიას წყალში გადაყარეს. და აქეთ გვედავებიან კიდე, ესე ღიად არ ამბობენ, მაგრამ ერთმანეთში ლაპარაკობენ, რომ რატო შეგვიწყვიტეს მანდატები ეგონათ. მაშინ შარლ მიშელის დოკუმენტის დროს, რაც ივაჭრეს, ასე დაუშვებდა ჩვენი გუნდი ამ გადაწყვეტილებას, გააცდინეს ხდომები, ერთხელ თქვი და გავიმეორებ, იყვნენ შატალოზე. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რადგანაც არ უნდათ პარლამენტში შემოსვლა, შეუწყვიტეთ ეს მანდატი, მათ შორის გახარიას პარტიასაც და შემდეგში ვნახოთ. მე მგონი ჩვენ მსმენელს კარგად ესმის, რომ ის რაც დაიწყო შემოდგომაზე, ჯერ ეს რაღაც არაღიარება ამ არჩევნების შედეგის მის პროტესტი, მე ეს გადაიზარდა ეს პროტესტი, მას შემდეგაც პარლამენტი შეიკრიბა და მათ განაგრძეს ბოიკოტი, რასაც მოყვა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იცით რა, თუ თქვენ არაღიარებთ პარლამენტს, მაშინ ჩვენ არ ვაპირებთ თქვენ ანგარიში გაბაროთ. არაღიარებულ პარლამენტს რა ანგარიში უნდა ებარებინა, ყოველ პუნქტზე რაღაც თავის მოლაპარაკებები გაიხსნა, დაიხურა, შეფასებები მოისმინა, როცა არაღიარებ, ხო, იმ პარლამენტს. ამას მოყვა ეს 28 ნოემბრის განცხადება და შემდეგ ჩვენ დღემდე გვესმის ეს უნდა აჯანყდე, უნდა რევოლუცია, უნდა ჩამოვა. საერთაშორისო ფინანსები. ეს განცხადებები ადგილობრივი აქტორების მხრიდან ისმის დღემდე. და თუ შენ პირდაპირ გაცხადებული გეგმა გაქვს, რომ ეს ქვეყანა უნდა დაამხო, ანუ როგორ წარმოგიდგენია, რომ ის ხელისუფლება დაჯდება ესე გულხელდაკრეფილი და დაგიცდის, როდის მიადგები იმით, რა ქვია, ზარბაზნით რუსთაველს. ეს ჩვენ ნახეთ ერთხელ ამ ქვეყანაში და დამთავრდა იმან კიდე ღრმად ჩაგვიყვანა იმ შედეგმა მე საიდანაც მოგვიწია ამოსვლა, ხო? ბუნებრივია, რომ ამას ეს მოყვება ძალიან ლოგიკური ნაბიჯები, რაც გადაიდგა. შენ მოგიწევს ან თუ ვერ იმარჯვებ აი რევოლუციით, რომელიც ასევე ერთხელ გაათამაშეს, ხო? მაშინ მოგიწევს ამაზე პასუხისგება. შენ მოგიწევს კომისიის აღიარება. არ აღიარებ, წახვალ ბუნებრივად რასაც ითვალისწინებს კანონი აი მციხეში. შენ მოგიწევს ამ შედეგის აღიარება.
იძულებაა ეს. აი, ამერიკული კარგი ტერმინია, ხო, სამხედრო ოპერაციებს რო ქვევენ ხოლმე, იძულება მშვიდობისათვის. ან ის რაც ქვეყანაში დღეს კეთდება, ეს არის იძულება მშვიდობისათვის და ბუნებრივია რომ ამათ მოუწევთ, მაგრამ მე მაინტერესებს შენი პროგნოზი, რამდენიმე წუთი დაგვრჩა და შენი აზრით მე მგონია რომ მაინც ის ნაწილი, ვინც დაანონს არა ჩვენ მივიღეთ მონაწილეობას არჩევნებში, ბუნებრივია ამას ღიად ვერ ამბობენ, მაგრამ ბუნებრივია რომ ეს მათ იციან რომ ეხლა დგას მათი რა მოგებაზია საერთოდ ლაპარაკი ხალხო. ანუ საკითხი დგას რომ ისინი დარჩებიან პოლიტიკურ პროცესში თუ არ დარჩებიან საერთოდ. როგორც პარტიები. ნუ ვინც არ დარჩება, ის ხა ბუნებრივია ქუჩაში დიდხანს ვერაფერი ვერ გაძლებს. და შენი აზრით რას იზავენ? მიიღებენ მონაწილეობას და როგორი არის მათი შანსები, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ მათივე ამ მრჩეველმა, მithumes დღევანდელ განხეთქილებაში ვერ გაერკვნენ და ჩამოყალიბდნენ რა ჯობია ბოიკოტი თუ მონაწილეობა, ხო? სადღაც საერთოდ ახალ ციკლს იწყებ, როცა წარსულის შეცდომას აღიარებ, ენა გადატვირთავ და დაიწყებ ახალს და ჩვენ ახლა სპირალს ხედავთ. რა შანსი აქვთ მათ და მათი ამორჩეველი რამდენად გაყვება, იმიტომ რომ ერთხელ გაუწრუეს იმედი, მიწეს ხმა და ის გადაყარეს, გადააგდეს თვალში. გეთანხმები. ამ ხალხს კოლექტიურ ნაცმოძრაობას ფაქტობრივად აქვს დიაგნოზი ახლა რომ კოლექტიურად იშლებიან. აღარ იციან რა გააკეთონ, ელოდებიან ინსტრუქციებს, არ იციან როგორ იმოქმედონ. შესაბამისად, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ალეკ ველისაშვილი შეიძლება იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, რაც რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელი არის, სულ რომ ანიტა ლევან-ხაბეიშვილი დაასახელონ თბილისის კანდიდატად, მაინც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, ისევე როგორც 63 სხვა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვაპირებთ, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ როგორც საკრებულოების, ისე მერების და პარტიულ არჩევნებში, რაც არის ცალკე ბიულეტენი, რა თქმა უნდა, პარტია ქართული ოცნების მხარდაჭერაც იქნება ძალიან მაღალი. ჩვენ გვაქვს ეს გეგმა, ასევე მთავრობა და პარლამენტი არის ძალიან აქტიური, რაც გამოიხადება იმაში, რომ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა დაანონსდა და ხორციელდება. ჩვენ გვაქვს საარჩევნო პროგრამა 2024 წლის სამთავრობო პროგრამა, შემდეგ რომელიც ზედმიწევნით სრულდება, არსებობს გამოწვევები, რასაც ჭირდება პასუხის გაცემა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაც არის პრემიერ-მინისტრის და ჩვენი გუნდის სრული პრიორიტეტი, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და გვაქვს მიზანი, რომ სიღარიბე გავანულოთ, ოკუპაცია გავანულოთ ამ ქვეყანაში და კორუფციის კუთხით საქართველოს მასთან ბრძოლის კუთხით იყოს მსოფლიოს სამ საუკეთესო ქვეყანაში. ეს არის მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც დაფიქსირდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ეს არის სურვილი, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ვინც რა მცდელობაც არ უნდა განახორციელოს, მე მჯერა ქართული საზოგადოების მხარდაჭერით, რომ ეს ყველაფერი არის განწირული წარუმატებლობისთვის, ქართული ოცნება აპირებს დამაჯერებელ გამარჯვებას 4 ოქტომბრის არჩევნებსაც. როდის დაიწყება წინა საარჩევნო აქტიური კამპანია და იქნება თუ არა ეს კამპანია მიმართული იმაზე, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ვინ ამდენ პროცენტს აიღებს და დააკომპლექტებს ამ საკრებულოებს, ხო? ეს არის ამავე დროს ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრით, შარშანდელი არჩევნების გამაგრება, რომ ამორჩეველმა კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს და დაადასტუროს, რომ დიახ, ყველაფერი ესე ჩატარდა და აი აგერ არის ის ამორჩეველი, ვინც წინაზე მისცა ხმა და ილუზია არ უნდა ქონდეს ვიღაცებს, აი ეს თავის გამოგონილი გაყალბების, რომ გაყიდის წარმატებით. ქართული ოცნება აპირებს საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკვე უახლოესი 2 კვირის თავზე. თვის ბოლოდან იქნება ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანია, რაც გულისხმობს იმას, რომ დასახელდება მერობის კანდიდატები, დასახელდება საკრებულოების მაჟორიტარების კანდიდატები და რეგიონებში გაიშლება, განხორციელდება შეხვედრები ჩვენს მოსახლეობასთან მუნიციპალურ არჩევნებს გარდა იმისა, რაც აღნიშნე, რომ აქვს კიდევ ერთხელ დადასტურების ფუნქცია, რომ ქართულ ოცნებას აქვს მაღალი მხარდაჭერა, გარდა ამისა ეხება ყოველდღიურობას მოქალაქეების ხედავთ თბილისში და რეგიონებშიც ბოლო 4 წლის განმავლობაში რა ტიპის მასშტაბური პროექტები განხორციელდა, არსებობს ბევრი გამოწვევა, რასთან დაკავშირებითაც ასევე ყველაფერი იქნება მითითებული ქართული ოცნების პროგრამაში. არ დაუშვებთ იმას, რომ ვინმე შეეცადოს კიდევ ერთი ბოიკოტით, ვაჭრობით, ზეწოლით, რაც გამოიხატა ამ შემთხვევაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილით და მომართვით საქართველოსთან დაკავშირებით ამ ყველაფრით ვაჭრობას არ ვაპირებთ, რომ დაუშვათ საქართველოში. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიტიური დღის წესრიგი, რა კუთხითაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. შესაბამისად, თუ კი ვინმეს კიდევ შერჩება განზრახვა, რომ თან აქ აფინანსოს რევოლუციები და თან კონდეს იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი დარჩეს დაფარული და თან LGBT
Q თემის შესაბამისი რეკლამირება განხორციელდეს და არა რაიმე ტიპის შეზღუდვა ჩვენი მხრიდან მსგავს ეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირიქით ყველას უფლება ამ ქვეყანაში არის დაცული ჩვენ ამ ყველაფერს არ დაუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. იმედი არ ახლა დაიწყება შემდეგ კამპანია და ჩვენ კიდევ მოგვიწევს ლაპარაკი. შეამოვნებთ. დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია. ეთერში დავბრუნდებით მომავალ კვირას.